ողջույն, Reopen Media-ի տաղավարում։ გამარჯობა, დღეს Reopen Media-ის ეთერში ვისაუბრებ ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის შესახებ და ჩვენი სტუმარია პროგრამის ხელმძღვანელი ემილია ლალაზარიანი. გამარჯობა ემილია. პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს გავაცნოთ თუ როდის და რა მიზნით დაარსდა ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდი და რა არის მისი უმთავრესი მიზანი. ողջույն, շնորհակալ եմ հրավերի համար։ გამარჯობა. პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდს უკვე 11 წლიანი ისტორია აქვს. ფონდის მიზანია საქართველოს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის პროვინციებში საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარება. ამ მიზნით 11 წლის განმავლობაში ფონდმა უკვე 300-ზე მეტი პროექტი და 500 ღონისძიება განახორციელა, რომლებიც მიზნად ისახავს სფეროების განვითარებას. საგამანათლებლო, კულტურული, სოციალური პროგრამები განვახორციელეთ, ასევე სომხურ-ქართული ურთიერთობების გამყარება და განვითარება. Դուք որ բազմաթիվ ծրագրեր եք իրականացրել, որպեսզի თქვენ აღნიშნეთ, რომ მრავალი პროექტი განახორციელეთ. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მინდა შევეხოთ თუ რა ხელშესახები შედეგები გვაქვს, რადგან თქვენ ახალგაზრდებთან მუშაობთ როგორც სახელმწიფო უწყებებთან, როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე. Շատ լավ, երևի խոսեմ հիմնադրամի ամենակարևոր եւ ძალიან კარგი, ალბათ ვისაუბრებ ფონდის ყველაზე მნიშვნელოვან და მსხვილ პროექტებზე. თუ საგანმანათლებლო სფეროს პროექტებიდან დავიწყებ, ეს არის არმატის ცენტრების დაარსება სამცხე-ჯავახეთის პროვინციის სხვადასხვა თემებში, მსხვილ თემებში. უკვე დღეს 9 არმატის ცენტრი გვაქვს, ასევე თბილისში, სადაც არმატის ცენტრის გახსნა შედგა, რომლის განხორციელებასაც ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდი დაეხმარა, როგორც UAT-ის მთავარი პარტნიორი საქართველოში. კულტურულ სფეროშიც დიდი გამოცდილება გვაქვს, განსაკუთრებით მუზეუმების მშენებლობით ვიყავით დაკავებულები. ამ წლების განმავლობაში 2 მუზეუმი გვაქვს დაარსებული, აშუღ-ჯივანის სახლ-მუზეუმი, კარწახის სოფელში, აშუღეს სამშობლოში და ვაჰან-ტერიანის სახლ-მუზეუმის აღდგენა განძის სოფელში. ასევე ვახორციელებთ სხვადასხვა ფესტივალებს და ღონისძიებებს. ფესტივალებიდან გამოყოფ სახვითი ხელოვნების ფესტივალს, რომლის მონაწილებით სომეხი და ქართველი მხატვრები არიან. ფოტოგრაფიული კამპანია განვახორციელეთ, ასევე განვახორციელეთ უპრეცედენტო ჯავახეთის ხმის სიმღერის კონკურსი ფესტივალი. ყავდა ქართველი მონაწილეებიც ასპინძის რაიონიდან. ალბათ ბოლო მსხვილი პროექტი, რომელსაც გამოყოფ, ეს არის ვაჰან-ტერიანის სახლ-მუზეუმის აღდგენა, რომელიც ეტაპობრივად განვახორციელეთ საქართველოსა და სომხეთის საელჩოების, კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით. გახსნის ცერემონიალზეც როგორც სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ასევე საქართველოს კულტურის მინისტრი თეატრი ლიკიანი და ორი ქვეყნის ელჩები, საქართველოში სომხეთის ელჩი და სომხეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. շատ ლավ, դուք խոսեցիք Վահան-Տերյանի տուն-թանգարանի։ ძალიან კარგი, თქვენ ისაუბრეთ ვაჰან-ტერიანის სახლ-მუზეუმის გახსნაზე. მეც მინდოდა ეს კითხვა წამომეჭრა, რა სირთულეები და რა ტიპის მხარდაჭერა მიიღეთ მის ფარგლებში, რადგან წლები დასჭირდათ მოსამზადებელ სამუშაოებს, რემონტს და ასე შემდეგ და ჩვენს გავხდით მოწმენი გახსნის დიდი ცერემონიალის. ამაზე ცოტა უფრო დეტალურად და ფრჩხილები გავხსნათ, როგორც გამომწვევებიდან, ასევე მხარდაჭერის თვალსაზრისით. շատ լավ, նախ ասեմ, որ ძალიან კარგი, ჯერ ვთქვათ, რომ მუზეუმის რემონტი ეტაპობრივად განვახორციელეთ. პირველი ეტაპი იყო საგამოფენო დარბაზის რემონტი, 21 წელს უკვე აგვისტოს 1-ში შედგა ოფიციალური გახსნის ცერემონია, რის შემდეგაც უკვე წამოვიწყეთ და დავიწყეთ მემორიალური ნაწილის რემონტის განხორციელება. პირველივე ეტაპზე ჩატარდა აზონვითი სამუშაოები სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებულ არქიტექტორის ჰოვანეს მუთაფიანის ხელმძღვანელობით და პირველივე სირთულეები სწორედ იქ დაიწყო, რადგან გარე ვიზუალიდან არ ჩანდა მუზეუმში არსებული ყველა პრობლემა. როდესაც მშენებლობის სამუშაოები დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ მუზეუმი დანგრევის ზღვარზე იყო და თუ ფონდი მინიმუმ 2 წელიწადს მაინც არ გამოიჩინდა ინიციატივას, მუზეუმი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. თავდაპირველად განხორციელდა შენობის გამაგრების სამუშაოები, ჭერის შეცვლა და უკვე შიდა სარემონტო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი უნიკალურია რეგიონში, აღჭურვილია უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით. ჩატარდა სხვადასხვა სამუშაოები მუზეუმის ექსპონატების შევსების მიზნით, ჩატარდა საველე სამუშაოები რეგიონიდან მიმდებარე სოფლებიდან შეგროვდა ექსპონატები და ცადეთ სრულად აგვედგინა მუზეუმი და მივეწით მას მე-19 საუკუნის შესაბამისი, ანუ გარემო შევქმნით იქ. ასევე ვაღდგენით მთელი კომპლექსი, ტერიტორია, სადაც მდებარეობს სურბ-კარაპეტის ეკლესიაც. ანუ თვითონ მუზეუმი მთელი კომპლექსით ამჟამად არის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი.
ჩვენი ინფორმაციით უკვე ტურისტული ნაკადებიც საკმაოდ გაიზარდა, გვაქვს უნიკალური ექსპონატები, ვაჰანტერიანის მამის პირადი ნივთები, დედის პირადი ნივთები, ასევე მისი პირადი ნივთებიც არის გამოფენილი მუზეუმში. გვაქვს ძალიან საინტერესო ოთახები, მაგალითად თონე, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ მოისმინონ ჯავახეთის ტრადიციული ზღაპრები, ასევე ზღაპრები ჟღერს ქართულადაც. თონი რეალურად მუშაობს კიდეც. გვაქვს პატარა საგანმანათლებლო ოთახი, სადაც შეუძლიათ ჩაატარონ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები. აღჭურვილია ყველა ტექნოლოგიით. მუზეუმის ძალიან მნიშვნელოვანი კუთხე წარმოადგენს AR აპლიკაციის დანართის საშუალებით VR სისტემით. ვიზიტორები შეუძლიათ ნახონ, როგორ ზის მახანტერიანი თავის სამუშაო ოთახში და წერილს წერს და მოусმინონ. ჩვენ ჩავწერეთ აუდიო ჩანაწერებით სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუზეუმის კიდევ ერთ ოთახში ვიზიტორებს შეუძლიათ ფოტო გადაიღონ თავად ვაჰანტერიანთან ერთად, კვლავ ვიზუალური რეალობა შევქმნით, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ ფოტო გადაიღონ, რაც ასევე ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ვიზიტორებში. მუზეუმის გახსნა 12 ივლისს შედგა, ტრადიციულად აღნიშნული ტერიანის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებასთან ერთად უკვე 50 წელია აღინიშნება. ძალიან დიდი მასშტაბის იყო რეგიონისთვის ბოლო, ალბათ 20 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბის ღონისძიება ჯერ არ ჩატარდებოდა. დაახლოებით 10,000-მდე ვიზიტორი ყავდა იმ დღეს. Դուգնիշեցիք նաև զբոսաշրջիկների մասին. თქვენ ახსენეთ ტურისტები, ძალიან საინტერესოა. ქართველებიც თუ გამოხატავენ ინტერესს და სტუმრობენ ვაჰანტერიანის სახელ მუზეუმ, თუ ძირითადი ნაკადი სომხეთიდან არიან და სომხები. ըստ մեր տեղեկությունների ჩვენი ინფორმაციით ქართველი ტურისტებიც გვაქვს, მე როგორც აღნიშნე სხვადასხვა ოთახებში ჯერ ერთი ყველა ექსპონატი თარგმნილია და წარმოდგენილია, როგორც სომხურად, ანუ მათი სახელები როგორც სომხურად, ასევე ქართულადაც არის წარმოდგენილი. ქართველი ტურისტები გვყავს და როგორც სიახლე შემიძლია ვთქვა, რომ მალე უახლოეს დღებში ასევე მზად იქნება მუზეუმის აუდიო გიდი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 60-ზე მეტ ენაზე. ანუ ჩვენ დავინახეთ აუცილებლობა, რადგან გარედან ვიზიტორები ბევრი ყავდა, ქართველი ვიზიტორებიც ყავს. დავინახეთ აუცილებლობა და მოვამზადეთ ასევე აუდიო გიდის სერვისი, რათა ინტერესი არ გაქდეს. ანუ მუზეუმში მისული მათ შეუძლიათ გაეცნონ მთელ კომპლექსს და გაწეულ სამუშაოებს. Վերադառնալով հաջողված ծրագրերին, დაუბრუნდეთ წარმატებულ პროექტებს. თქვენ ახსენეთ არმატის ცენტრებიც. მათი გახსნა როგორც სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე თუ არ ვსდები, წალკის რაიონშიც გაგვდა. უკვე თბილისის სომხურენოვან სომხურ სკოლაში 104 სკოლაშიც გაიხსნა. რა მიზანი აქვს და რა შედეგებს იძლევა ეს? იქნება ეს ბავშვების ახალგაზრდების განათლების თვალსაზრისით და იქნება ეს ასევე შესაძლოა ხელს უწყობს ინტეგრაციისა და გარკვეული კუთხით განვითარებას. շատ լավ, արմատ կենտրոնների հիմնադրումը. ძალიან კარგი. არმატის ცენტრების დაარსება, როგორც ანდრანიკ არმატის ცენტრი, ეს არის ახალქალაქის არმატის ცენტრი და დღეს უკვე 9 არმატის ცენტრი გვაქვს. ასევე წალკაში კი ოზნის სოფელში გვაქვს არმატის ცენტრი. მიწვენი ის არის, რომ ბავშვები უფასო ტექნოლოგიურ განათლებას იღებენ, იძენენ ალგორითმულ აზროვნებას და გარკვეულწილად შემიძლია ვთქვა, რომ არმატში სწავლა ასევე პროფესიულ ორიენტაციაზეც ახდენს გავლენას. ჩვენი ბავშვები რობოტიკით არიან დაკავებულები, მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში და ასევე ვიტყვი, რომ რამდენიმე ცენტრში გვაქვს ასევე ჯგუფები, სადაც ქართველი ბავშვები სწავლობენ. ახალციხეში მაგალითად გვაქვს ჯგუფი, სადაც ქართველი ბავშვები არიან და ჩვენი სომეხი და ქართველი მოზარდები ერთად იღებენ ამ განათლებას. თბილისის არმატის ცენტრში ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდი უფრო მეტად დაეხმარა ორგანიზაციულ გარკვეულ სამუშაოებში, რადგან როგორც აღნიშნე, UAT-ის მთავარი პარტნიორი საქართველოში სწორედ ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდია. խոսենք նաև նորություն. ვისაუბროთ სიახლეებსა და მომავალ პროექტებზე. შესაძლოა ჩვენს მაყურებლებს და ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის ბენეფიციარებს გარკვეული სიურპრიზები ან არ ვიცი დაგეგმილი პროექტები გქონდეთ, რომელზეც სწორედ ჩვენი ეთერიდან გინდათ ისაუბროთ და რომლების მომავლისთვის არის განკუთვნილი. ապագա առաջիկա ծրագրերի მომავალი პროექტებიდან როგორც აღნიშნე, სწორედ სიახლეა აუდიო გიდის მომზადება, რომელიც ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან მუზეუმი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 60-ზე მეტ ენაზე, ისევ რეგიონისთვის, რა თქმა უნდა, ეს სიახლეა და ძალიან საინტერესო იქნება. ანუ მუზეუმში არც ერთ ვიზიტორს ვერავინ შეძლებს გულგრილად ჩაუაროს მუზეუმის გვერდით, რაც ფიქრობ ძალიან დიდი ნაბიჯია ფონდის მხრიდან. ამჟამად ფონდში როგორც აღმასრულებელ დირექტორატში, ასევე სამეუფეო საბჭოში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი, მაგრამ მათზე საუბარი ცოტა ნაადრევია. Շատ լավ. ძალიან კარგი. მადლობა მასპინძლობისთვის. იმედი მაქვს კვლავ გვექნება საშუალება ვისაუბროთ ახალ და მოსალოდნელ პროექტებზე. შეგახსენებთ, ჩვენს ეთერში იყო ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის პროგრამების ხელმძღვანელი ემილია ლალაზარიანი.